დადგა დრო დააგემოვნოს სამზარეულოს ახალი ტექნიკა. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში შეიძინე გორენიეს ჩასაშენებელი ნაკრები და მიიღეს საჩუქრად 1000 ლარამდე ფასდაკლება. მარნეულში რუსთაველის 92 ნომერში გაიხსნა რუსული ლოტო. აქ გელით უფასო ჩაი და ყავა, ჯეკპოტი ყოველ დღე, საპრიზო თამაშები და სასიამოვნო გარემო. გიწვეთ ყოველ დღე და გისურვებთ მოგებას. რუსული ლოტო. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. შეიძინე მარტივად 10 წლიანი სესხი ხელფასის ცნობის გარეშე. დაგვიკავშირდით 277 88 88. საკუთარი ავტომობილის დახმარებით ისარგებლეთ საუკეთესო შემოთავაზებით Liberty ბანკის ავტოლომბარდში. 1 თვიდან 5 წლამდე ვადით. მიიღეთ 40,000 ლარამდე სესხი. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სწრაფად და მარტივად. Liberty ბანკი, ყველგან და ყველასთვის. ჰუალინგი, ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი საქართველოში. თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნება დეკემბერში. 120,000 კვადრატი ფართობი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ლიფტები, ესკალატორები, საბეჟო ტერმინალი, სასაწყობე მეურნეობა და პარკინგი 5,000 მანქანაზე. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკური ნაწარმი, საყოფაცხოვრებო და ელექტროსაქონელი, ავეჯი, განათება, სამშენებლო მასალები, ავტომანქანის ნაწილები, სათამაშოები, გართობა და დასვენება, კვების ობიექტები. იჯარის თანხა 5.5 აშშ დოლარიდან, ფართები 20 კვადრატული მეტრიდან, რომელშიც შედის ცენტრალური გათბობა და კონდიცირება. დაცვისა და დასუფთავების მომსახურება. თავისუფლების მოედნიდან 9 კილომეტრი. დაგვიკავშირდით 2580580. BTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ BTB ბანკის სესხით 5 წლამდე ვადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი, დიდი უპირატესობა. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა, მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის ჩასაშენებელი ნაკრები საუკეთესო ფასად. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლისყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. Hualin, Tbilisi denizinin yeni şəhəri, Aslan Dəldəyid, 10 illik kreditli əmək haqqı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდის 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ ვესპო გთავაზობთ. ვესპო, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა, მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის გასკურები 850 ლარიდან და მიიღე საჩუქრად ბლენდერი, ყავის საფქვავი ან ხორცის მანქანა. Hualing, Tbilisi denizinin yeni şəhəri. Yeni, optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 2 77 88 88. Marneol'da Rustaveli 92'de Rus lotosu açıldı. Burada pulsuz çay, qəhvə, hər gün jackpot, hədiyyəli oyunlar və məmnun mühit sizi gözləyir. Hər gün buyura bilərsiniz. Qalib olmağı arzulayırıq. Rus lotosu.
მარნეულში გარევაჭრობის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ქუჩაში გაყიდული პროდუქტი, თევზი, ყველი, ხორცი თუ სხვა მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, გარევაჭრობის აკრძალვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გარევაჭრობა ისჯება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153 პრიმა მუხლის თანახმად. ამ მუხლებში ბოლო ცვლილება შესულია 2006 წელს და მას შემდეგ აღარაფერი შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედება დღემდე დასჯადია კოდექსის თანახმად. გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე, ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა გარემოვაჭრეებისა და მყიდველების აზრით. დღეში 10-15 ლარს ვიღებთ, ამიტომ გვირჩევნია ყველი აქ გავყიდოთ. ბაზარში რომ შევიდეთ დახზე და იქ გავყიდოთ, ძვირი ჯდება. ყოველთვე 100 ლარი უნდა ვიხადოთ. მე კი თვეში მაგდენი შეიძლება სულ დამრჩეს. მყიდველებს მოსწონთ ჩვენი ყველი, რა თქმა უნდა უსაფრთხოა, ამიტომ ჩვენთან მოდიან და ყიდულობენ. აქ იაფია და თან ვხედავთ როგორია, ვიცით რომ სახლიდან არის მოტანილი, ოჯახებიდან მოაქვთ და ყიდიან. მართალია შეიძლება აქ მტვერი ეყრება ამ ყველს, მაგრამ ფასები აქ 2-3 ლარით ნაკლები მაინცაა, ამიტომ აქ ვყიდულობ. ჩვენი პროდუქტი, როცა მაცივარში დევს, კლიენტები ვერ ხედავენ, ამიტომ დახლებზე ვაწყობთ. მაღაზიებში, მაცივრებში პროდუქტი დიდხანს არის, არ იყიდება და შემდეგ ფუჭდება. მე ყველაფერი ახალი მომაქვს, თითქმის ყოველ მეორე დღეს და ისევ ყიდი, ჩემი კლიენტები კმაყოფილები არიან. ფასები ერთი და იგივეა. მე აქ მირჩევნია ვიყიდო, რა თქმა უნდა, სუფთაა და ახალი, ამიტომ აქ ვყიდულობ. მარნეულის ტელევიზია დაუკავშირდა სურსათუვნებლობის სამსახურს, სადაც სატელეფონო საუბარში გვიპასუხეს, რომ პრობლემა მათ არ ეხებათ და ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურში გადაგვამისამართეს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რეზო არეშიძემ კომენტარი გააკეთა, სადაც იგი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება სამართალდამცავებს ეხებათ. გარევაჭრობა ზედამხედველობის კომპეტენციებში არ შედის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 მუხლი ითვალისწინებს სანქციებს გარევაჭრობასთან დაკავშირებით. იქ წერია 20-დან 50 ლარამდე არის ჯარიმა. ალბათ, როდესაც პატრულირება ხდება ქუჩაში და ნახავენ შესაბამის ფაქტებს, თვითონვე უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, ჩემის აზრით. დილაფრუზ ბუდაგოვა 5 დღეა ამ ეზოში ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ბიჭმა, რომელიც დილაფრუზის მეუღლეს პირველი ცოლისგან ყავს, სახლიდან გამოაგდო. კარები დაუკეტა და თვითონ წავიდა. დილაფრუზ ბუდაგოვას განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ღამის გათენება ღია ცის ქვეშ უწევს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბიჭმა სახლი ჩუმად თავის სახელზე გადაიფორმა. სასამართლომ სახლი ბიჭს, ხოლო მიწა დილაფრუზის ქალიშვილს მიაკუთვნა. ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღეა გარეთ ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბიჭთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა იმის გამო, რომ იგი მარნეულში არ იმყოფება, მისი ნახვა ვერ მოხერხდა. წავედი პოლიციაში, სადაც მითხრეს, რომ ამ სახლის ამბავი სასამართლომ გადაწყვიტა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო. ეს სახლი მე ვიყიდე, მაგრამ ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბიჭმა სახლი ჩუმად თავის სახელზე გადაიფორმა. უკვე 5 დღეა გარეთ ვარ, კარები დამიკეტა და წავიდა. მე გოგო მყავს, სასამართლომ მიწა ჩემშვილს დაუმტკიცა, სახლი კი ჩემი ქმრის თვითს. რა გავაკეთო არ ვიცი, გოგოს თავისი ოჯახი ყავს, ვერ ვაწუხებ. ვინმე მომხედოს, მინდა სახლში შევიდე, იქ ვიცხოვრო, ძალიან მცივა. მარნეულში გაიმართა ფინალური შეხვედრა რეგიონალურ ფეხბურთში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ მარნეულის სადახლო და დმანისის სიონის გუნდები. გამარჯვებული გახდა დმანისის სიონი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს თბილისში რეგიონთა თასის ფინალურ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს მასშტაბით 16 გუნდი მიიღებს რეგიონებიდან მონაწილეობას. ქვემო ქართლის რეგიონალურ ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებიან ადგილობრივი მარნეულის გამარჯვებული გუნდი სადახლო და დმანისის გამარჯვებული გუნდი სიონი.
თამაში დაიწყება დაახლოებით პირველ საათზე. აქ გამარჯვებული გუნდი უკვე გადავა თბილისში რეგიონთა თასის ფინალურ ეტაპზე, სადაც 16 გუნდი მიიღებს მთელი საქართველოსთან მონაწილეობას. ხოლო შემდგომ უკვე გამარჯვებული გუნდებისგან გაკეთდება ნაკრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე რეგიონთა თასზე 2018 წელს. ანუ ნაკრები დაკომპლექტდება სხვადასხვა გუნდებისგან, გამარჯვებული გუნდის სახელით მოხდება ევროპის რეგიონთა თასზე წარმოდგენა, ხოლო სხვა დანარჩენი გუნდებისგან, იგივე ნახევარფინალისტი გუნდებისგან, მეორე მესამე ადგილოსანი გუნდებისგან ასევე დაემატება იმ გამარჯვებულ გუნდს გარკვეული რაოდენობის ფეხბურთელები და შემდგომ ერთიანად წარმოადგენენ საქართველოს. კარგად მომზადებულები ვართ, ახლა ველოდებით მეორე მოწინააღმდეგე გუნდს და მოვლენდა მალე დავიწყებთ, იმედია მოვიგებთ, კარგად მომზადებულები და იმედია გავხდებით ჩემპიონები. აქ ჩვენ წარმოვადგენთ მარნეულს და იმედია ერთიანი ძალისხმევით მოვიგებთ. Bayır Ticarətçiliyi İnzibati Məhkəmə Kodeksinin 153-cü maddəsinə əsasən qadağandır. Bu maddəyə 2016-cı ildən bu yana heç bir dəyişiklik daxil olmayıb. Bu isə onu göstərir ki, qanun eynən qalmaqdadır. Məcəlləyə əsasən bayır ticarəti ilə məşğul olan ticarətçilər 20-dən 50 laryədək cərimələnə bilər. Əgər ki, xəbərdarlıqdan sonra ticarətçi bayırda yenə bayır ticarəti ilə məşğul olarsa, 50-dən 100 laryədək cərimələnəcək və ya 7 gün həbs cəzası alacaq. Bizim çəkiliş qrupumuz alıcıların və satıcıların fikirləri ilə maraqlandılar. Bizim üçün nə yaxşıdır ölüm. Biz gəlirik 2 saat, 3 saat, 5'lər, 10'lar, 15'lər çörək pulu çıxardıb gedirik. Bizim o qədər maya yoxdur içərdə oturaq. Pul verək, mal alaq, sataq. Nə də içərdə kliyentimiz yoxdur. Saat 12-də hamı buradan tərpənir. 2 saat, 3 saat gürcülərlə işləyirik. Pendir almaq həm burada ucuz, həm də göz yerli pendirlər. Keyfiyyətlidir yəni. Keyfiyyətinə söz yoxdur, çox gözəl. Evdə ev usulunda hazırlamış pendirlər də çox gözəldir, mənə başlayıram. Qiymətlər necə? Qiymətlərdə də küçüləri fərq var hər kiloda. Ekoloji baxımdan razıyıq da, qiymətlər biraz sərfəlidir, hamıya əl verir. Soyuduca odur, soyuducumuz var. Soyuducuda saxlayırıq, ancaq soyuducuda olanda müştəri yaxın gəlmir. Nəyə görə yaxın gəlmir? Görmürlər ona görə. Belə də yəni hələ vəbşi nə şikayətçi olmur, nə heç kəsə zarar olmurdur. Mağazinlərdə məsəl ki, götürürlər həftə ilə orada qalır köhnəlir. Amma biz gündə dəyişirik, təzə olur burada. Hə, belə gördüm, barıq satır aldım ben. Yox, burada sveç asver paketdən gözümüz görür ağlayırıq. Marneuli televiziyası qida ehtiyat xidməti ilə əlaqə saxladı və telefon danışığında bildirdilər ki, bu problemə onlar baxmır və Marneulinin icra hakimiyyətinin nəzarətçi xidmətinə bizi göndərdilər. Nəzarətçi xidmətin rəhbəri Rezo Areşidze problemi hüquq mühafizəçilərin həll edəcəyini vurğuladı. Bayır ticarəti nəzarətçi xidmətinə daxil deyil. Mənim fikrimcə bunu hüquq mühafizəçilər həll etməlidir. Hər hansı problem yaranarsa müəyyən ölçülər götürməlidir. Diləprüz Budaqova 5 gündür ki, bayırda yatır. Belə ki, Diləprüz xanımın oğulluğu evdən qovaraq qapını bağlayıb və gedib. Diləprüz Budaqovanın açıqlamasına görə onu oğulluğu evdən bir neçə dəfə qovub. Yoldaşının vəfatından sonra oğulluğu evi öz adına keçirib. Məhkəmə evi oğlana, torpaq sahəsini isə qıza verib. Diləprüz xanım Budaqova yardım istəyir. Bizim çəkiliş qrupumuz oğlanla əlaqə saxlamağa çalışsa da alınmadı. Onu mən atası öləndə telegramla gətirmişdik, atasını dəfn edib gedib. İndi də bir də mən də getdim ki, öy təmiz üstünə keçirib. Suda nə dedi? Suda məni buraxmadı. Axırda mən nə bilim, nə səbəbə buraxmadı. Nə dedilər? Dedi, sən ata yurdu bölünür, bacı danışacaq. Sadəcəm odur ki, məni yerləşdirsin. Mən istəyirəm ki, öz zəhmətimin içində, öyümdə oturam. Aha, mən Marneul'da regional futbol oyununun final yarışmasında Marneul'nin Sadaqlı və Dumanis'nin Sioni komandaları qarşılaşdı. Oyun 4-2 nəticəsi ilə Sioni komandasının xeyrini başa çatdı. Qalib komanda Tbilisdə baş tutacaq final oyununda iştirak edəcək. Qeyd olunan final görüşə Gürcüstan miqyası ilə regionlardan 16 komanda qatılacaq.
Bugün Marneol'da Marneol'un Sadaqlı və Dmanis'in Sioni komandaları görüşürlər. Qalib komanda Tbilisdə keçiriləcək final oyununa vəsiqə qazanacaq. Final oyununda Gürcüstan miqyası ilə 16 komanda iştirak edəcək. Yarışa olduqca yaxşı hazırlaşmışıq. Hal-hazırda rəqib komandamızı gözləyirik. Ümid edirəm ki, qalib gələrək Marneoli böyük oyunlarda təmsil edəcəyik.